ზია არის დამოუკიდებელი თავისუფალი ჟურნალისტიკის სახე საქართველოში, რომელსაც სჯიან. და დღეს იყო დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის წარმომადგენელი, სიტყვის თავისუფლების დამცველი, ნიშნავს იყო სერიოზული წნეხის ქვეშ ამ რეჟიმისგან. ზია ამაღლობელის დაკავება არის საგანგაშო სიგნალი, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ქვეყანაში სამწუხაროდ გვაქვს ოფიციალურად გაფორმებული დიქტატურა. ციხეში ზის არა იმიტომ, რომ მან დანაშაული ჩაიდინა, არამედ იმიტომ, რომ ის არის კრიტიკული მედიის წარმომადგენელი. ის არის იმ მედიის წარმომადგენელი, რომელიც უკვე რამდენიმე ათეული წელია ამხელს სისტემას. მიზან მიმართულად დღეს ზია ამაღლობელი არის ციხეში იმის გამო, რომ ის იყო სერიოზული პრობლემა ამ რეჟიმისთვის. Გავსი შემთხვევა მე არ მახსოვს და არც ჩემზე უფროს თაობას ახსოვს ქართული ჟურნალისტიკის ყოველი შემთხვევაში 90-იანებიდან დღემდე ისტორიაში თუ არ მოვიყვანთ საბჭოთა კავშირის პერიოდის მაგალითებს, იგივე ჟურნალისტ ნაზი შამანაურის მაგალით. ეს არის ნაბიჯ სვლა მედიის გაქრობისკენ. ასე ხდება რუსეთში, სადაც განსხვავებულ აზრს ადებენ ხელბორტილებს, აკავებენ ჟურნალისტებს, აუქმებენ მედია გამოცემებს, ხურავენ რედაქციებს. ზია ამაღლობელის დაკავება, უკვე პატიმრობა, კიდევ უფრო გვაახლოებს ჩვენ რუსეთთან, რომელსაც დაემსგავსა ეს რეჟიმი ნამდვილად, რუსეთთან, სადაც ჟურნალისტებს იჭერენ, კლავენ, სადაც საერთოდ აღარ არსებობენ ჟურნალისტები, რომლებიც სიტყვის თავისუფლებას დაიცავენ. აქ უკვე აღარ არის თავისუფლების შეზღუდვაზე საუბარი, აქ არის საუბარი მედიის გაქრობაზე და მხოლოდ ისეთი მედიების დატოვებაზე ქვეყანაში, რომელიც ემსახურება რეალურად არა ჟურნალისტიკას, არამედ რეჟიმის პიარს და უბრალოდ რეჟიმის სათქმელის გაჟღერებას, დეზინფორმაციის გავრცელებას, ძალიან მძიმე და რთულ პერიოდში შევიდა ჩვენი ქვეყანა. ჩვენ ყოველ დღე აქციებზე სილას ვაწნით პოლიციას, როდესაც ვამბობთ, ყველგან პოლიცია არსად სამართალი. ეს სილის გაწნა, თუ ამას ასე არ ღებულობენ, მით უფრო ცუდი მათთვის. ასე რომ ამას აკეთებს ყველანი. ქუთაისში, ბათუმში, ათასობით, 100,000-ობით ადამიანი თბილისში, უბრალოდ ყველას ვერ იჭერენ. ზია დაიჭირეს. შემდეგი შეიძლება იყოს ნებისმიერი ჟურნალისტი, ნებისმიერი მედია საშუალება და თუ ამ ქვეყანაში აღარ დარჩა დამოუკიდებელი მედია, აღარ დარჩებიან დამოუკიდებელი ადამიანები და აღარ დარჩება არავის სათქმელი თავისუფალი სიტყვა. თუ ჟურნალისტებს დააკავებენ, რედაქტორებს ხელბორტილებს დაადებენ, მედია გამოცემებს დახურავენ, ამით ბუნებრივია დაზარალდება საზოგადოება. ადამიანები, რომლებიც საკუთარ ხმას ვეღარ გააგონებენ სხვებს. ადამიანებს, რომლების უფლებებსაც როცა შელახავენ, ამის შესახებ ვერავინ ვერ გაიგებს. სიჩუმე, რომელიც ყველანაირ ხმაურზე უფრო ძლიერია, ეს სიჩუმე გველის ყველას. იმ შემთხვევაში თუ თავისუფალი მედია არ გვექნება ქვეყანაში, ჩვენ აღარ გვექნება თავისუფალი აზრი. აღარ გვექნება და ვეღარ გავიგებთ იმ მოსახლეობის და მოქალაქეების აზრს, რომელსაც არ აქვს საშუალება და ხელმისაწვდომობა ვთქვათ ჯანდაცვაზე, განათლებაზე და ასე შემდეგ. ჩვენამდე ვერ მოვა ეს ამბავი, შესაბამისად ვერც ხელისუფლება შეწუხდება ამ ადამიანების მოსაზრებებით და პრობლემებით და გვექნება სრული იდილია, თუმცა ამ იდილიის მიღმა იქნება სიღარიბე, სიღადაკე, ეკონომიკური კრიზისი. თუ მედია გაქრება, დარჩება მხოლოდ პროპაგანდა, დარჩება მხოლოდ ის სიტყვა, რისი თქმაც უნდა მხოლოდ ჩვენთვის ამ თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას და აღარ ექნებათ ადამიანებს საშუალება იხილონ რეალური სურათი რა ხდება ქვეყანაში, იხილონ გაიგონ რეალური ადამიანების ხმა, რა სურთ მათ. აღმოჩნდებით სრულ იზოლაციაში ინფორმაციის მიმართულებით, არ გვექნება შესაძლებელი ვნახოთ ის საინფორმაციო გამოშვებების სიუჟეტები, გავიგოთ პრობლემების შესახებ და ზოგადად მოვყვეთ პრობლემების შესახებ, რომელიც ჩვენ გვაწუხებს და აღმოჩნდებით ძალიან უცნაურ მდგომარეობაში, სადაც არ გვეცოდინება რეალობა, მუდმივად გვეცოდინება ის, რაც აწყობთ ხელისუფლებაში მყოფ ადამიანებს. დღევანდელ რეალობაში მისი არსებობა, მისი თავისუფლება არის ყველაზე მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ჩვენ სხვანაირად დავკარგავთ ინფორმაციას და ადამიანები, რომლებიც მუდმივად ხედან ტელევიზორებთან, აღარ ექნებათ საშუალება, რომ მინიმუმ იცოდნენ რა ხდება დღეს ქვეყანაში. აი ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც უნდა იყოს მედია თავისუფალი, რატომაც არ უნდა ცემონ და არ უნდა დაიჭირონ მედიის წარმომადგენლები.
თავისუფლება მზია ამაღლობელს და თავისუფლება თავისუფალ მედიას. თავისუფლება მზია ამაღლობელს, თავისუფლება თავისუფალ მედიას. თავისუფლება მზია ამაღლობელს, თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, თავისუფლება თავისუფალ მედიას.